მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან განიხილა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესამსახურის ინფორმაციის თანახმად მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სტრატეგია იქნება გზამკვლევი, რომლის განხორციელებაც მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განისაზღვროს პრიორიტეტული სფეროები, კონკრეტული მიზნები და ამოცანები. სტრატეგიაში ძირითადი ყურადღება დაეთმობა განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური განვითარების საკითხებს. თითოეულ სფეროში განისაზღვრება ის მიზნები, რომელსაც ქვეყანა მომდევნო წლების განმავლობაში უნდა მიაღწიოს. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალდება, რაც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ეს ადამიანები დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას და მის მომავალს. არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ამ ადამიანებს არ აინტერესებთ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებიან თავიანთ გარე პატრონებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის ახალი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. როგორც მან აღნიშნა, კიდევ ვის მიმართ შეიძლება დაიწყოს სამართლებრივი დევნა, არ აქვს ინფორმაცია. ამაზე ვრცელი განმარტება გააკეთა საგამოძიებო უწყებამ. დამატებით ვერაფერს ვერ ვიტყვი, თუ ვინ შეიძლება კიდევ იყოს გამოძიების ქვეშ. არ მაქვს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, როცა შენ ხარ პოლიტიკოსი, პირველ რიგში უნდა ატარებდე შენი ქვეყნის ინტერესს. უნდა იცავდე შენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესს. არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ამ ადამიანებს არ აინტერესებთ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებიან თავიანთ გარე პატრონებს, განაცხადა კალაძემ. დღეის მდგომარეობით ევროკავშირის სხვადასხვა უწყებასთან გრანტების მოზიდვაზე მუშაობა არ მიმდინარეობს. გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ბიუჯეტის მხარდამჭერ გრანტებზე მუშაობა არ გვექნება, თუმცა კრედიტების ნაწილში, რომელსაც თანდებს გრანტები, მომავალ წელსაც გათვალისწინებულია დაახლოებით 50 მილიონ ლარამდე. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენისას განაცხადა. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პირვანდელი ვერსიისგან შეცვლილი არ არის. როგორც კომიტეტის ხდომაზე ითქვა, ამის მიზეზია ის, რომ მზადდება 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები და მის შემდეგ 2025 წლის ბიუჯეტის პარამეტრები გაირკვევა. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები აისახება. საქართველოს პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე კრისტალ ჯგუფის მფლობელის ვლადიმერ სტეფანიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის თანახმად საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ კრისტალ ჯგუფში შემავალი შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა. ბრალდება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არ ღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ასევე შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა. აღნიშნული გზით შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა დიდი ოდენობით 1.894.925 ლარის შემოსავალი მიიღო. დაკავებულს ბრალდება უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 და 194 მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ნათქვამია ინფორმაციაში. ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის არჩილ ჭავჭანიძის განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პარტიის ლიდერებისთვის მილიონი ლარის გირავის შეფარდების შესახებ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ადვოკატის განმარტებით მათ სასამართლოში საჩივარი ფორმალურად ჩაიტანეს, რათა სტრასბურგის სასამართლოში სადავოდ ყველა საშუალება ამოწუროთ. სასამართლომ გააფორმა პოლიტიკური დევნის აქტი, რომელსაც სამწუხაროდ ხელი მოაწერა. ჩვენ რა თქმა უნდა ფორმალურად გავასაჩივრეთ, ვინაიდან ყველა საშუალება ამოვწუროთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შესახებ ვიდაოთ, რომელიც სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებას შეეხება, განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირავა შეეპარდათ. გირავის გადახდის ვადად კი 30 დღე განესაზღვრათ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპებზე. გარდა ამისა, მისივე თქმით, კომისიის დასკვნის გასაჩივრებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართეს. ლევან ბეჟაშვილის განმარტებით მეორე ეტაპზე გასარჩივდება ის კანონები, რომელითაც ხელისუფლება პარტიებს აუქმებს. მეორე ეტაპზე გასაჩივრდება და ამავე კვირაში შევა იმ კანონების ანტიკონსტიტუციურობაზე სარჩელები, რომლითაც პრაქტიკულად აუქმებს პარტიებს ქართული ოცნება. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. Eagle Hills საქართველოს პროექტი ის შემთხვევაა, როდესაც მთავრობამ პირველ ადგილზე სახელმწიფო ინტერესი დააყენა. ხელშეკრულებით სახელმწიფოს არც ერთ ეტაპზე და არც ერთ პუნქტში არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება და არ გაუწია ფინანსური გარანტია. აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი. ამასთან მისი თქმით, საქართველოში წარსულში არსებობდა არაერთი არასწორად გაფორმებული ხელშეკრულება, მათ შორის საინვესტიციო, როდესაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მსხვილი ინვესტორები სახელმწიფოს მათ პირობებს კარნახობდნენ. მარიამ ქრივიშვილის განცხადებით, Eagle Hills-ის პროექტი მათ არ განეკუთვნება და საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული შეთანხმებით სახელმწიფოს ინტერესები მაქსიმალურადაა დაცული. მისივე თქმით, იმ სიკეთეების მიღმა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესია ინვესტიციის საპირწონედ, სახელმწიფო ამავდროულად მიიღებს დივიდენდს და შემოსავალს ბიუჯეტში, რაც ნიშნავს, რომ ეს ქართული პროექტია. ამასთან მარიამ ქრივიშვილმა განაცხადა, რომ სპეკულაციურ განცხადებებს უკანონო მიგრაციის პოტენციურ ზრდაზე Eagle Hills ინვესტიციასთან კავშირი არ აქვს. გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოვალით, რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული. ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. აღინიშნება, რომ საქართველოს დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე გერმანიამ თავისი ელჩი პეტერ ფიშერი 19 ოქტომბერს ქვეყნიდან გაიწვია. სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ პეტერ ფიშერი, რომელიც საქართველოში 6 ნოემბერს დაბრუნდა, თავის ერთგულ მუშაობას გააგრძელებს. მისი თქმით, ასევე საუბრები გაიმართა საქართველოს მთავრობასთან. ახლა საქართველოს მთავრობას მისი ქმედებებით ვაფასებთ ჩვენს შემდგომ დასკვნებს აქედან გამომდინარე გამოვიტანთ, განაცხადა სპიკერმა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება. განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური სამეცნიერო შემოქმედებითი ასევე სპორტული საქმიანობა, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ განაცხადა. მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა. გაბისონიას თქმით, რეპეტიტორის ინსტიტუტს კანონმდებლობა არ ცნობს, შესაბამისად პედაგოგიურ საქმიანობად ვერ ჩაითვლება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 13 ნოემბრამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალე ქვამით შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო თბილისში თბილი და უნალე ქვამიტი. 13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს-ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. თბილისში თბილი და უნალე ქვამიტია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით 20-22 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 11-12 ნოემბერს თბილი და უნალე ქვამიტი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 12 ნოემბერს დღისით 23-25 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი 17-19 გრადუსამდე დაიკლებს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიწყალა თავისი პოლიტიკური მოკავშირეები, რომლებიც ჩართულები იყვნენ ან მხარს უჭერდნენ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის სავარაუდო გეგმებს. ინფორმაციას CNN-ი შეწყალების საკითხებში იუსტიციის დეპარტამენტის ადვოკატ ედ მარტინზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით შეწყალებულ პირებს შორის არიან იურისტი რუდი ჯულიანი, რომელიც ნიუ-იორკის ყოფილი მერია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი მარკ მედოუსი და ასე შემდეგ. ამასთან გამოცემა ABC News-ი უწყება, რომ შეწყალებულთა შორის 70-ზე მეტი პირია, რომელთაც სავარაუდოდ კავშირი ჰქონდათ 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის საქმესთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეგრეთ წოდებულ შატდაუნთან დაკავშირებული პრობლემების გამო ათასობით ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო, ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. გამოცემის ცნობით ავიაკომპანიებმა კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში 2800-ზე მეტი რეისი გააუქმეს და 10200-ზე მეტი გადადეს საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურის პერსონალის მზარდი დეფიციტის გამო. აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრ შონ დაფის განცხადებით, შატდაუნის გაგრძელების შემთხვევაში სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებაა მოსალოდნელი. საქმე მხოლოდ გაუარესდება. მადლიერების დღემდე 2 კვირი ადრე
საჰაერო მიმოსვლა ნელ-ნელა შემცირდება. განაცხადა დაფიმ. როიტერსი წერს, რომ როგორც წესი მილიონობით ადამიანი მოგზაურობს მადლიერების დღის წინა პერიოდში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია და წელს 27 ნოემბერს აღენიშნება. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით კრემლი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ნატოს წითელ ხაზებს სცდის. ზელენსკიმ გარდიანთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სრულიად შესაძლებელია რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებამდე მეორე ფრონტი გახსნას სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ. მე ასე მჯერა მას ამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ უნდა დავივიწყოთ საერთო ევროპული სკეპტიციზმი, რომ პუტინს ჯერ უკრაინის ოკუპაცია სურს და შემდეგ შეიძლება სხვაგან წავიდეს. მას ორივეს ერთდროულად გაკეთება შეუძლია, აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით ის მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უკრაინა რუსული დრონებისგან დაიცვას. ფილიპინებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს და სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. გამოცემის ცნობით ავრორას პროვინციაში სუპერ ტაიფუნის სახით ფუნგ ვონგის ხმელეთზე მოხვედრამდე მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ტაიფუნმა ღამის განმავლობაში ქვეყნის მთავარი კუნძულის ლუსონის ნაწილები დააზარალა ძლიერი ქარით, ძლიერი წვიმითა და შტორმებით. ტაიფუნმა, რომელსაც ადგილობრივები უვანს უწოდებენ, სახლები, ხეები და ელექტრობოძები დააზიანა ისაბელას პროვინციის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სანტიაგოშიც. სამოქალაქო თავდაცვის ოფისის წინასწარი ინფორმაციით ტაიფუნს სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.